მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ, როგორ ზანდებით? შუადღემ მშვიდობისა. დავიწყოთ, დღეს გვექნება შოკოლადების unboxing-ი, განყუთვა შოკოლადების, ასე ვთქვათ, დაგემოვნება. და ვნახოთ, ქულები დაუწეროთ, ვნახოთ როგორი გემოები იქნება, როგორი ხარისხი იქნება და რა ვიცი, ასე შემდეგ. აქ არის უცხოური ამერიკული შოკოლადებიც არის, მგონი გერმანული, არ ვიცი, მგონი თურქული, ვნახოთ, აბა დავიწყოთ. აი, ასეთი ბევრი შოკოლადები გვაქვს, საინტერესო, ძვირფასიც და არა ძვირფასიც. აბა ვნახოთ. აქვს მაქვს ჩემი კოკა-კოლა ყავა, მე რომ მიყვარს, მეგობრებო, ვინც მიყურებს, იცის რომ ძალიან მიყვარს ჩემი კოკა-კოლა ყავა, თან ამას მოვსვავ წინ და დავიწყოთ ჩვენი შოკოლადების დაგემოვნება და დაუწეროთ ქულები თან, რა როგორია, მოგვეწონა, არ მოგვეწონა და ასე შემდეგ. რაც არის, როგორც არის, ისე ვიტყვით. მე ამეებს ესე მაკრატლით გავხსნი, რომ არ ჩხილები მაქვს და არ ვიწვალო. მინდა გითხრათ, ადვილად და მარტივად რომ გავხსნათ. აი, ასეთი შოკოლადი არის, ასეთი ბრენდი. აი, ნახეთ. ძალიან საინტერესო, თითქოს გავს კიტკეტს სტრუქტურით მგონი. და გემოთიც ვნახოთ, აბა როგორი იქნება. რა თქმა უნდა, ბევრს ვერ შევჭამამდე შოკოლადებს და პატარას გავსინჯავ ხოლმე. აი, ასე მოვატეხავ. აი, ასე, ესეც ბევრია, მე მგონი. მაგრამ ვნახოთ, აბა ვნახოთ როგორი გემო აქვს. სამაცი ვარ შემედო და კარგად ცივი არის. აბა ვნახოთ. მინდა გითხრათ, რომ აქვს აი ასეთი შიგ თავსი ვაფლი, ასე ვთქვათ. ასეთი შავი შოკოლადის, მწარე შავი შოკოლადის გემო აქვს. ანუ ეტყობა კაკაო ძალიან ურევია, ბევრი ბლომად, კარგად, მე როგორც მიყვარს, ან კარგად შოკოლადი, არ ვიცი, ეს არის უცხოური შოკოლადი, არ ვიცი, მგონი ამერიკული უნდა იყოს, თუ არ ვცდები. რა მომეწონა, მინდა გითხრათ ეს. რა ვიცი. ჩემ გემოში ჯდება. ძალიან მეგემრიელება ესეთი, ვინც მიყურებს და ვინც იცის, ჩემი წინა ვიდეოები, გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყდეთ. ვინც მიყურებს, იცის, რომ მე მიყვარს ძალიან მწარე ყავა და მწარე შოკოლადი, ანუ უფრო მძაფრი გემო ნაკლებად ტკბილი, ასეთი მიყვარს, ანუ ძალიან ტკბილეული არ მიყვარს. ნაკლებად შაქრიანი მიყვარს ყველაფერი, მე პირადად. ჩემ გემოვნებაში ასე ჯდება, ну, მოკლედ ამასაც აქვს ადგილი. ასეთი მწარე გემრიელი შოკოლადი არის ეს. და ამას დაუწერ, რა ვიცი, პირდაპირ 9 ქულას. აი, ასე ჩემგან. აი, ასე ეს ჯდება ჩემს გემოვნებაში. ეს გადავდოთ აქეთ გვერდზე, რასაც კაი, მოდი აქ დავდებ წინ. აბა გადავიდეთ. მოდი, აბა გავსინჯოთ ეს შოკოლადი, რა ხამუცხოურ შოკოლადებზე ვართ. ამერიკულ შოკოლადებზე იყოს კიდევ ამერიკული შოკოლადი, ჩემთვის ძალიან საყვარელი. მე ძალიან მიყვარს ეს შოკოლადი, მინდა გითხრათ, ძალიან ბევრჯერ მაქვს გასინჯული, ნამდვილიც, არ ვიცი ჩვენთან რამდენად ნამდვილი არის და ნამდვილად იქიდან არის შემოსული თუ არ არის. აი, ნახეთ როგორი ნუშის თხილებით არის. ჩემ მეუღლე ბევრჯერ არის ამერიკაში ნამყოფი და რამდენჯერაც ჩამოვიდა, იმდენჯერ ჩამოგვიტანა ნამდვილად ამის შოკოლადები, პატარები, დიდები, ანუ ესე ბევრი როყრია ერთად და ჩვენთანაც იყიდება. მაგრამ აბა გავხსნათ და ვნახოთ რამდენად ნამდვილად ამერიკული გემოა თუ
სადაა დამზადებული, მე გეტყვით ახლა, ნამდვილად არის თუ არ არის ნამდვილად ისეთი გემო. რახან ვიცი ნამდვილი გემო ამ შოკოლადის მე. აბა ვნახოთ. ძალიან საი მეც მაინტერესებს. აქ არ შემიძენია სხვათა შორის ეს შოკოლადი. მინდა გითხრათ, ეს შოკოლადები იყიდება სხვათა შორის ნიკორაში მინახია ბევრჯერ. აბა ვნახოთ, აი ასე გამოიყურება, ასე წარწერით, ნახეთ რა კარგად. მოდი სუნთელს რა თქმა უნდა ეხა ვერ გავსინჯავ და პატარას მოვატეხავ, ასე. აი ასე. რაღაცა აქ თხილი ნუში დიდად არ იყურება, მაგრამ რაღაცა შეიძლება დაბქვილი არის და გემოში არის გარეული. მოსწრა ეს ქაღალდი უკვე არა უშავს. აბა გავსინჯოთ. არა. ამას აქვს. იცი როგორი გემო აქვს, ან ჩვეულებრივ არაქისები რო არის, კარაქი. აი ეგრევე ხო ნახეთ, არც კი ჩამიყლაპია, ეგრევე მივხვდი, რომ არაქისი კარაქის გემო აქვს, აი ასაწოდი კარაქები რო იყო, აი ესეთი გემო. რა ვიცი, აქვს ამასაც ადგილი, ვისაც გიყვართ არაქისის კარაქი და ალერგია არა გაქვთ, შეგიძლიათ ეს შოკოლადი შეიძინოთ. იაფი ნამდვილად არ ღირს ეს შოკოლადები, ახლა ფასებს ესე ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ სხვადასხვა მაღაზიაში სხვადასხვა ფასები აქვს. იაფი ნამდვილად არ აღირს და რა ვიცი. ამასაც აქვს ადგილი. მე მაგალითად არ მიყვარს არაქისის კარაქი, მიწისთხილი მიყვარს რაღაცა, მაგრამ მარილიანი და არ მიყვარს ასე როგორც კარაქი. და ჩემთვის რა ვიცი, დაუწერდი ამას მაგალითად 7 ქულას. ამას დაუწერდი 9 ქულას, ამას დაუწერ 7 ქულას. ჩემთვის პირადად. ვისაც არაქისის კარაქი გიყვართ, რა თქმა უნდა შოკოლადის გემოც აქვს, მაგრამ უფრო კარაქის გემო დაკრავს რა, მოკლედ. ჩემთვის ასეთია ჩემი რეცეპტორების გემო ასე იძახის მოკლედ, აი ასე. აბა გადავიდეთ. რამე უცხოური მინდა რომ გავსინჯოთ, ცოტა გრძელ შოკოლადებზე და მერე გადავიდეთ ესე ოთხკუთხედ შოკოლადებზე. ხო, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ აი ესეთი ორეოს შოკოლადია, ალპენ გოლდის, არ ვიცი ვის გაქვთ გასინჯული, მე პირადად არა მაქვს ეს გასინჯული. აბა გავხსნათ. ასე ჩემთვის უფრო კომფორტულია მაკლატლით რა ხო. რომ უხსნი. აი ასე. და ნახოთ როგორი გემო. ვისაც გიყვართ ორეოს პეჩენიები, იმასაც მოეწონება ალბათ. აბა ვნახოთ, ესეც რაღაცა ძალიან დიდი არის, მე მგონი, მაგრამ არა უშავს. ნახოთ. ბავშვებს ძალიან უყვართ ორეო და არა მარტო. აბა ვნახოთ. აი ასეთი. რაღაცა გემრიელია. აი ნახეთ როგორი შიგთავსი აქვს. ამას აქვს ახლა რძის გემო. რო სიმართლე გითხრათ, ორეოს გემო არა აქვს, სხვა გემო აქვს უფრო. აი ახლა ვნახავ კარგად. თითქოს პეჩენია ურევია. მაგრამ ორეოს გემო ნამდვილად არ აქვს. ორეოს უფრო მძაფრი გემო აქვს. პეჩენიას ვით უმეტეს, კაკაოს უფრო მძაფრი გემო აქვს. ეს უფრო ტკბილი არის, უფრო რძის გემო აქვს. და რა ვიცი, ამასაც აქვს ადგილი. ბავშვებს ძალიან მოეწონებათ სხვათა შორის, მინდა გითხრათ. ხრაშუნა ტკბილიც არის, საშუალოდ არ არის ძალიან ტკბილი. და რა ვიცი, შეიძინეთ, მიირთვით, ესეც ძალიან გემრიელია, ძალიან კარგად იყურება სხვათა შორის. ესეც მომეწონა, ამას დაუწერ. რა ვიცი, იყო 7 ქულა.
ეხლა მოვსვავ ჩემ კოკა-კოლა ყავასთან. არ უღალატე, როგორც ყოველთვის მე რომ მიყვარს. ცოტა გემოები იმას ვქნათ, რა ქვია. გამანეიტრალურ, გავიგო რა გემო რა არის. აბა გადავიდეთ ცოტა ესეცე, აბა ეს კიტკეტი ვნახოთ რა ხამწეღამს, გავსი შოკოლადი ვნახეთ. ოღონდ ამერიკული, ეს არ ვიცი ვისი ის არის, არ ვიცი რა წარმომავლობა აქვს, უნდა წავიკითხო მაშინ. შეიძლება გერმანულიც იყოს, არ ვიცი. ასეთი გრანულები რაღაცები უნდა იყოს, ჩოკო. ნუ ნახოთ. ეს რაღაცა განსხვავებულია. ასეთი კიტკეტი მე მაგალითად არ მიმირთმევია, არ მიჭამია, ნახოთ. ძალიან საინტერესოა, მინდა გითხრათ. აბა ვნახოთ. ძალიან მაინტერესებს მეც. აბა ოი ნახეთ ესეთი ნახატით. ნახეთ კიტკეტი. აწერია. ძალიან ლამაზად. ძალიან სხვათა შორის ძალიან მიყვარს შოკოლადებს ესეთი წარწერებით რომ ნახულობ, ძალიან სასიამოვნოა. კარგი რეკლამა არის. როცა მიირთმევთ ძალიან სასიამოვნოა ასეთი ეს მოდი ესე გავჭრირო არ ხელი არ დავისვარო. აი ასე დანით ესე პატარა მოვაჭერირო. აბა ნახეთ როგორი სტრუქტურა აქვს. აი ნახეთ რაღაც სხვანაირია. ის სხვანაირი იყო და ეს რაღაც სხვანაირი. აბა ვნახოთ. ხრაშუნი გესმით ალბათ, ხო? აბა ვნახოთ. ეს სხვათა შორის არ აქვს ძალიან დიდი შოკოლადის და კაკაო, ანუ შოკოლადის გემო აქვს, რა თქვა. ბევრი კაკაოს გემო არ აქვს, უფრო რძის აი რძიანი შოკოლადები რო არის, ვისაც უყვარს, რძიანი შოკოლადი ვისაც უყვარს, აი მასეთი გემო დაკრავს. არის ხრაშუნა, ალბათ გრანულების გამო, ვაფლის გამო, და რა ვიცი, მეტი რა უნდა გააკეთოს ახლა კიტკეტმა. ჩემთვის სასიამოვნოა, ანუ მე მაგალითად რა ვიცი ახლა ამას ესე აი ამდენ შოკოლადებში ესე ბავშვისთვის თუ იყიდი, თორე ახლა მე ესეთი ტკბილი და ძალიან ტკბილი შოკოლადები როგორც ვიძახი არ მიყვარს. ჩემთვის ძალიან ტკბილი არის. რა ვიცი, რძიანი შოკოლადები ვისაც უყვარს კაკაოსი ძალიან სასიამოვნო არის. ამასაც ესე 7 ქულას დაუწერდი მე მაგალითად რა. ნუ ნორმალური არის, არ არის ცუდი. რა ვიცი. აქვს ამასაც ადგილი, რატომაც არა. აბა გადავიდით. ეს არის აი სხვათა შორის ბავშვებისთვის მინი შოკოლადი და აბა ნახოთ ასეთი შოკოლადები სხვათა შორის იყიდებოდა ადრეც პატარა რო იყო ჩემი ნიკოლოზი, ჩემი ბიჭი. მაგრამ ეს რაღაცა სხვანაირი გემო მე მგონი რაღაცა ხორბალი თუ რაღაცა ურევია. აბა ვნახოთ, ძალიან საინტერესოა. არ ვიცი არც ამისის რომელი ქვეყნიდან არის სხვათა შორის. ესე უნდა წავიკითხო მაშინ. ნუ ამდენ კითხვას ჯობია გავსინჯოთ ჯერ. ვნახოთ რა არის. აი ასე. უი, ნახეთ როგორი ისინი აქვს შიგნით. ძალიან სასიამოვნოა ასეთი. ნუ გარედან დიდად ეხა რო გითხრათ ძალიან ლამაზად გამოიყურება შოკოლადი მეთქი მოგატყვევთ. კი, ეს სახატია თავთავები, მაგრამ ეს უკანაც ასე. აბა ვნახოთ. აი, ასე პატარა მოვატეხოთ. უი, თეთრი ყოფილა, ნახეთ. აბა. აი. აბა. უი, რა რბილია. ძალიან გემრიელია, მეგობრებო. უი, იცი რისი გემო აქვს, მეგობრებო?
ადრე ბავშვობაში ვისაც ახსოვს, არ ვიცი, ახლა ქუჩაში რო დაქონდათ ხოლმე და ზოოპარკში იყიდებოდა. ესეთი ბურბუსელები რო იყო, პატარა შეწებებული ერთმანეთზე, ესეთი ბევრი ესე ოთხკუთხედი პარკით რო ყიდიდნენ ხოლმე ძალიან იაფიღი და აი შიგნით აქვს მასეთი რაღაცა ბუშტუკებივით რაღაცა ჰაეროვანი ძალიან მიყვარდა ბავშვობაში სხვათა შორის ეგ რაღაცა ჰაეროვანი ბურბუშელა იყო პატარა შეწებებულები ერთმანეთზე ტკბილში ამოვლებული მე მგონი შაქარში თუ რაღაც და აი მაგის აქვს შიგნით მარცვლები და შოკოლადი არის ძიანი რა ვიცი მეტი ისეთი არაფერი ესეც ძალიან მარტივი გემრიელი ვისაც უყვარს გავსი ბავშვობის გემოები შეიძინეთ თქვენ ბავშვებს ძალიან მოეწონება და არა მარტო ბავშვებს მე მგონი დიდებსაც აი ასე აბა გადავიდეთ ამას დაუწერ 8 ქულას იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის გემო არის სხვათა შორის და ძალიან მომეწონა ძალიან ნოსტალგია შემომაწვა და იყოს 8 ქულა აი ასე აბა გადავიდეთ რახან ბავშვობაზე გადავედით აბა გავსინჯოთ ახლა Milky Way ჩემი ბავშვობის გემოა ესეც რა თქმა უნდა ნახოთ ეს რაღაცა სხვანაირი არის არ არის ჩვეულებრივი Milky Way ნახეთ როგორი ნახატით არის წარმოდგენილი ასეთი კოსმოსური არ მინახია სხვათა შორის სხვანაირები მინახია ასეთი არა მგონი ამერიკული უნდა იყოს ესეც ანუ იქიდან არის ეს შოკოლადები აი აბა ნახოთ და ძალიან საინტერესოა როგორი გემოებია ჩვენთან თუ შემოდის დამძვილებინე და ხო საინტერესოა და ხო არ გვატყუებენ ეს შოკოლადის გემო როგორც გითხარით განსხვავდება იქიდან ჩამოტარილი შოკოლადის გემოთი ის უფრო მწარე გემოები დაკრავდა სხვათა შორის უბრალოდ შეიძლება არაქისი ესი არ ქონდა მაგრამ ზოგს ქონდა ყვითლები იყო ის და ესეთიც იყო მაგრამ შავი შოკოლადის გემო ქონდა რა ვიცი ესეც გემრიელი იყო რა თქმა აბა ნახოთ მოდი ახლა ამით ესე დანით მოვაჭრი ცოტას რომ ხელით ესე რო არ აბა ნახოთ Milky Way თუ არის ისევ ისეთი როგორც იყო ადრე ანუ სტრუქტურა თითქოს ისევ ისეთია ესე ხელით მოუჭე რაღაცა ნუგა უნდა ჰქონდეს აბა ნახოთ რა ვიცი ну ეს ჯიშკემო აქვს აი ნახეთ როგორი ნება კარგად ცოტა იწელება პირში როგორც უნდა იყოს Milky Way მე მგონი რა ვიცი მე ეს მახსოვს ყოველ შემთხვევაში ძალიან ტკბილია მეგობრებო აი ისეთი ტკბილია რომ მე პირადად ყელი დამეწვა ახლა ყავას დავაყოლებ არ ვიცი მე მეჩვენება თუ ესეთი შეიძლება საბავშვო რო არის მაგიტო ან ბევრი შაქარი აქვს ну მოკლედ ძალიან ტკბილია ამასაც დაუწერდი 7 ქულას თავისი ძალიან სიტკბოს გამო ну ამასაც აქვს ადგილი გემრიელია არ არის ცუდი კაი არის ვისაც ძალიან ტკბილი გიყვართ ან ბავშვებისთვის არ გენანებათ ყიდვა შეიძინეთ აბა გადავიდეთ ეს არის ნაცი ესეც ჩემი ბავშვობის გემოა დიდი ხანია აი ძალიან ბევრი წელია არ გამისინჯავს ალბათ სადღაც 10 წელზე მეტი იქნება რა ვიცი შოკოლადებს ესე არ ვყიდულობ ხოლმე თუ ვყიდულობ ან სტუმრისთვის ან ბავშვისთვის აი ნახეთ როგორი გემო აქვს ნახეთ ფისტაშკის გემოთი უნდა იყოს ფუნდუკი აწერია ой фундук русულად რა წერია რა საინტერესოა ფისტაშკა ფუნდუკო ანუ ეს ფუნდუკის თხილი არის და ტყის თხილი და ეს ფისტაშკის თხილი და რუსული წარწერით არის და ანუ გამოდის რომ უცხოური არ არის და ან უკრაინიდან არის შემოსული
და ან იქიდან არის შემოსული, რა ქვია. რუსეთიდან, არ ვიცით, ეხლა ჩინურათაც აწერია სხვათა შორის. Заряжай мозгиო, აწერია, თანდატელი ტვინიო. მე გადაგითარგმნეთ მოკლედ რა. აბა ნახოთ, არ ვიცი საიდან არის, მაგრამ გემო ძალიან საინტერესო არის. უი, როგორი თეთრი და ლამაზია, ნახეთ. აბა ნახოთ. ესე მოვაჭრათ. დანით პატარა. ნახეთ როგორი ფერი აქვს. ვითომ ფისტაშკის ეს არის? წვანი არის და აბა ნახოთ კრასკაა თუ ნამდვილად ფისტაშკა აქვს. ხალხს მინდათ. სუნი აქვს სხვათა შორის. აი მეგობრებო Milky Way-ის რო სტრუქტურა ჰქონდა შიგნით ხო ნახეთ. აი წელებად ქონდა ნუგასავით არის თქო. ამასაც იგივე სტრუქტურა აქვს, ესე იწელება, როგორც შაქარი ესე ხრაშუნობს პირში, ბოლოში, რო დნება და კი დაკრავს ფისტაშკის გემო ნამდვილად, არ ვიგონებ. რძიანი შოკოლადის გემოც დაკრავს სხვათა შორის და არის როგორ იცი, აი საშუალოდ ტკბილი, არც ძალიან ტკბილი, არც ძალიან ესა რა. ცოტა სიმწარეც დაკრავს, რაღაცა დუბაის შოკოლადს აკავს თითქოს. რა ვიცი, გემრიელია მოკლედ რა, ეხა არ მოვიტყუები. ნუ ეხა ჩემთვის მაგალითად ტკბილია ძალიან, მაგრამ ძალიან სასიამოვნო გემო აქვს. აქვს ნამდვილად თხილის და იმის გემო, ეთყობა გატარებული არის, არ არის თლიანები არ დევშიგნით, მაგრამ ძალიან სასიამოვნო არის, რა ვიცი, გემრიელი არის კი. ვისაც სურვილი გაქვს შეიძინეთ მიირთვით, ვისაც უყვარს თხილები, ფისტაშკები, რამე რუმეები შეგიძლიათ შეიძინოთ. აბა მეორე ნაცის, აბა ეს ნახოთ, ეს არის მე მგონი ჩვეულებრივი ის იყო ტყის თხილის მე მგონი თუ არ ვცდები და ეს არის ჩვეულებრივი თხილის ნაცი. აბა ვნახოთ ნაცი, დღეს რაღაცა ნაცი ძალიან რაღაცა იმაშია. კარგ ხარისხში, აბა ვნახოთ. ხო, მაგნაც დაუწერ, მაგალითად მე ამნაც დაუწერდი 8 ქულას. რატო იცით? აი ამის გემო რო აქვს, იმიტომ და არ იტყუებიან და გემო ნამდვილად აქვს რა და რა ვიცი ახლა სიტყვას და იმას და ამას უკვე თქვენ იმსჯელეთ, გადაწყვიტეთ თქვენი გემოს რეცეპტორებით, გადაწყვიტეთ როგორი და რა მოგწონთ სიტყვა და რა დონის. მე ასე აი ეს შავი შოკოლადშია, მაგალითად ყავისფერ შოკოლადშია, შავში არა, ყავისფერ შოკოლად. ეს იქნება ალბათ რძიან შოკოლადით. აბა ვნახოთ. აი ნახეთ. აბა. აბა. ესეც არის. აი ნახეთ ნუგა. თხილები აქვს, იგივე სტრუქტურა აქვს, მაგრამ უკვე თხილის გემოთი, ის ხო იყო ფისტაშკის გემოთი და რაღაცა Milky Way-ის სტრუქტურით და ეს უკვე თხილის გემოთი. აი როგორც ვისაც უყვარს, აი რა შევადარო ხდები, იცით? აი ვისაც უყვარს ალპენგოლდის შოკოლადები, ვისაც გიყვართ. აი მასეთი გემო დაკრავს თვითონ შოკოლადს და იმას შიგთავს აქვს უკვე ნუგის და თხილის გემო. ეხა სხვა რა უნდა ქნას ეხა თხილიანმა ნუგამ. შოკოლადი კიდე მსგავსი ალპენგოლდის შოკოლადის გემოთი არის და ეხა თქვენ დაფიქრდით როგორი გემო აქვს ამ შოკოლადს. ამასაც ესე 7 ქულას დაუწერ თავის სიტყვების და რა ვიცი სიდიდის და ხარისხიანობის გამო. კაი დიდი შოკოლადია, მინდა გითხრათ, არ არის ეს პატარა შოკოლადი. ეს ერთი ცალი რო შეჭამო, ალბათ რა ვიცი ხა ან როგორ უნდა შეჭამო და თუ შეჭამ, ალბათ მთელი დღეც ვერაფერს ვეღარ შეჭამ. მოკლედ, ნუ მე ესე ვარ ყოველ შემთხვევაში. აბა გადავიდეთ
ამასაც 7 ქულას დაუწერ და გადავიდეთ, აბა რაზე გადავიდეთ? გადავიდეთ, მოდი ახლა ამ შოკოლადზე თან ხო დახსნილებიც, მაგრამ თან უყურებ არამერიოს იგივე არ გავხსნა. ხო, აბა მოდით ეს ვნახოთ, ესეც არის ამერიკული შოკოლადი. მსგავსი შოკოლადები მაქვს გასინჯული, როგორც თქვი, ჩემი მეუღლე რამდენჯერმე ბევრჯერ იყო და აქვს ჩამოტანილი ჩემთვის საჩუქრად ასეთი შოკოლადები. დიდი პარკით და ძალიან გემრიელი იყო და რა ვიცი ხა მე მომეწონა სხვათა შორის და ძალიან გამიხარდა ჩვენთანაც რომ ნახეთ მსგავსი შოკოლადი. ძალიან სასიამოვნოა მეგობრებო, რომ ჩვენთანაც იყიდება და არ გვიყვის არაფერი, ხა ჩვენთან ყველაფერი იყიდება. რა თქმა უნდა, ეხა ყველაფერი არ იქნება იმათ იმ ხელა მასშტაბის შოკოლადი და ნუ ყოველ შემთხვევაში ის აქვთ, ნუ ჩვენთანაც დიდი შემოედინება, რა თქმა უნდა, ბრენდი და შოკოლადი თუ რა ვიცი, ყოველთვის იყო და არის და იქნება და უფრო ბევრიც იქნება, მაგრამ ნაცნობი და რაღაც ესეთი გემოები რო აქაც არის ძალიან სასიამოვნო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მესიამოვნა რომ არის. მოდი ამ ქაღალდსაც გამოვიღებ, რომ არ დამეყაროს. ხო, მოკლედ ასეთი ქაღალდით არის, ასეთი თითქოს ის არის. მოდი როგორ გავჭრა ეს თან ფიქრობ ახლა. ხო, აბა ვნახოთ, არ ვიცი ხა ეს როგორც დამცხვარი ისედევს ნახეთ რა. ესეთი პატერები იყო მაშინ პარკში და ეხლა ეს არის ერთი დიდი იმ გემოსი, მოკლედ. აბა ვნახოთ თუ არის ნამდვილად იმ გემოსი, მე რაც მახსოვს, მოდი ეგრევე ვთქვათ და ვიცი ყოველ შემთხვევაში გემოთი ნამდვილი ამერიკული ეს შოკოლადი თუ არის. აბა ვნახოთ. ნახეთ. აბა ვნახოთ. მეგობრებო, ნახეთ როგორი ისა აქვს. აი ნახეთ. ეს არის რა შევადარო, იცით? ვისაც გიყვართ მეგობრებო ხალვა, აი ხალვა, სემიჭკის ხალვა, ვისაც გიყვართ, ეს არის წარმოიდგინეთ როგორი იცი, ანუ ის ხო სემიჭკის ხალვაა. ეს არის არაქისის ხალვა შოკოლადში, უგემრიელესი, უკარგესი. კი, ჩემთვის ტკბილია, მაგრამ ერთხელ დამწარე ყავაზე და უშაქროთ რომ მიირთვა. ძალიან სასიამოვნოა, რა ვიცი, ხა ყოველდღე ამას ვერ შეჭამ. ვისაც ტკბილეული უყვარს, ალბათ შეჭამს. და ამასაც აქვს ადგილი ხალვა, ვისაც გიყვართ და არაქისის ხალვით არის მოკლედ ეს და ნამდვილად ის გემო არის, მინდა გითხრათ. კარგი შოკოლადი არის, არ არის ძალიან ტკბილი და იმას მოეწონება ეს შოკოლადი მოკლედ. ესეთ ადამიანს, ვისაც გიყვართ ასეთი ხალვიანი ტკბილეულობა. და რა ვიცი, ერთი ცალია და აი ნახეთ ხელზე, ერთი ცალია და დიდი. ეხა რა ვიცი, მეტი რაღა უნდა ჭამო, ამას უნთეს ვჭამ, მეტი რაღა გინდა. ორმა კაცმა შეიძლება ჭამოს ესე გაყოთ და მიირთვათ შვენივრად გემრიელად. აბა გადავიდეთ ეხლა ასეთ პლიტკებზე. ესეც ამერიკული შოკოლადები არის, მინდა გითხრათ. დღეს რაღაცა ძალიან ამერიკულს პლიტკებს და იმას უხსნით, მეგობრებო, მინდა გითხრათ. რაც ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და რა ვიცი, ალბათ ყველას დიდი ოცნება აქვს მოგზაუროს ამერიკაში და იმედია მეც ძალიან მალე მეწევა ეგ ოცნებამ და ხო არავინ არ იცის სხვა რა იქნება და ზეგ. ხო, ასეთი სტრუქტურა, ეს უნდა იყოს ყავის და რძის შოკოლადი, მეგობრებო, მილქი აწერია, ანუ რძიანი უნდა იყოს შოკოლადი. აბა ვნახოთ. როგორი გემო აქვს. აბა ამას თან ვეღარ ავჭამ, შოკოლადი გავსინჯა. და მინდა გითხრათ, რომ აი ბოლომდე ხო, მინდა გითხრათ, რომ
რა ვიცი. კარგი რძის გემო აქვს რა, მოკლედ. კარგი რძიანი შოკოლადი არის, მეც ვერაფერს ვერ დავამატებ, დაუწევ. არ არის ძალიან ტკბილი, სხვათა შორის საშუალოდ. და ამას დაუწერ, ამასაც 7 ქულას. თავისი რძიანობის და სიტკბოს გამო, იმიტომ რომ მე ესეთი შოკოლადები, რა ვიცი, უფრო ნაკლებად მივირთმევ ხოლმე, მინდა გითხრათ. ხო, აბა გადავიდეთ. აი, ეს შეიძლება მომეწონოს, ნახეთ. 50% არის კაკაო და ალბათ სიტკბო აქვს ნაკლები. იმედია, ჩემი შოკოლადია ეს. შემხვდა. იმედი მაქვს, ჩემი შოკოლადი, არ ვიცი. ნახოთ, ჩემი გემოების შოკოლადი, ჩემი რეცეპტორები ითხოვენ მწარე შოკოლადს და ჯერ არ შევხვდა. აი, ასეთი წარწერით, ასეთი ნახატით. აბა, ნახოთ. მოდი, ეხლა დანით იმას ვიზავ ამასაც, რომ პატარას ძალიან ბევრი. აბა, ნახოთ. აი, მეგობრებო, ეს არის ჩემი გემოს შოკოლადი. რაც მე ძალიან მიყვარს. ეს არის ძალიან ნაკლებად ტკბილი, მწარე, უგემრიელესი შავი შოკოლადი. აი, ეს არის ჩემი შოკოლადი. დღეს ამას მე დავუწერ 10 ქულას. მე მიყვარს ძალიან. მოუფრთხილდები, ყავაზე მივირთმევ. აი, ასე. ძალიან გემრიელი და სასიამოვნოა ჩემთვის, რომ ასეთი ჩემი შოკოლადი შემხვდა დღეს. რა ვიცი, ჯერჯერობით ალბათ ეს არის ჩემი ფავორიტი, ჩემთვის პირადად. დანარჩენი თქვენ იმსჯელეთ, კიდე გადავიდეთ, გავაგრძელოთ, ეს არ არის ბოლო. აბა, აქთან მე ხომ მაქვს კიდე სხვა შოკოლადებიც. ჯერ ხო არ გამიხსნია კიდე. აბა, ნახოთ. რომელი გავხსნა? ეს მე მგონი იგივე არის, თუ არ ვცდები, აღარ გავხსნი ახლა, ორჯერ რა თქმა უნდა, აღარ გავხსნი. აი, ეს არის სხვანაირი, მაგალითად. აბა, ნახოთ. ნახოთ. ძალიან საინტერესოა, მინდა გითხრათ, მე ძალიან მაინტერესებს. აბა, ნახეთ, როგორ თხილები ეტყობა ამას. იმიტომ რომ თხილისა არის. აბა, ნახოთ, არ ვიცი თან როგორ მოვატეხო. ძალიან დიდია ეს. ხო, აბა, ნახოთ. ნახოთ. აი, თხილიც არის. მოკლედ, ეს არის რძიანი თხილიანი შოკოლადი. იცი რას გავს? არ არის ძალიან ტკბილი, სხვათა შორის, თხილებიც ბლომათა აქვს, ბევრი აქვს. მე დაგითხრათ, რომ გავს, იცი როგორ შოკოლადებს? ეს ხო ამერიკული შოკოლადებია. ჩვენ რო გვაქვს რა, ანუ ქართული არ არის, მაგრამ ხშირად იყიდება ჩვენთან. გავს მის შოკოლადს, რა ქვია? ნუტელას არა, ნუტელას შოკოლადი არა. ალპერგოლდის შოკოლადსაც გავს კი რაღაცით. მოკლედ იყოს ალპერგოლდის შოკოლადს გავს მოკლედ. აი, ასე. ძალიან გემრიელი შოკოლადი, საშუალოდ ტკბილი, სხვათა შორის ძალიან ტკბილი არ არის რა. მოკლედ. დიდებსაც ძალიან მოეწონებათ ესეთი შოკოლადი, მინდა გითხრათ. ხო. გავს, კი, ნესტლეს შოკოლადს გავს, სხვათა შორის. აი, თხილიანი ნესტლეს შოკოლადი თუ მაქვს აქ? არ ვიცი, არ არის თხილიანი ჯერჯერობით. მე მგონი. მოდი იყოს ეს რძიანი შოკოლადი. ხო, აი, ნესტლე, მეგობრებო, ნახეთ რა საყვარელი შეფუთვა არის. პატარა საყვარელი. აბა, ნახოთ ნესტლეს შოკოლადი. ძალიან საინტერესოა, მინდა გითხრათ. ვაი, ეს არ გადამივარდეს. ესეთი პატარა შეფუთვით, აი რო არ გიდათ, რომ ეხა დიდი ჭამო რაღაცა და ჩანთაში ჩაიგდო, ლამაზად გემრიელად და ესე ყავაზე
სტუმრად ხართ თუ სადაც არ უნდა იყოთ, აი ქუჩაში რო ხართ ან რაღაცა და უცბად აი ესეთი ნესტლეს წარწერით, აბა ნახოთ, ძალიან რბილი, ეს არის ჩვეულებრივ ძიანი შოკოლადი, აბა ნახოთ, ძალიან საინტერესოა. აი კი, სწორად თქვი, ნესტლეს შოკოლადს გავდა ისიც. და არის კარგი რძის გემო, მინდა გითხრათ. არ არის ძალიან ტკბილი, ძალიან სასიამოვნოდ რბილი არის, ესე ჰაეროვანი გემო აქვს რძის და ძალიან ესეთი ნაზად შოკოლადის გემო აქვს რა. არ მწარე, არ ძაფრი, არ ძალიან ტკბილი, სადღაც საშუალო. ამას დავუწერ ვაქულას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩემგან. ამას უწერდი. ხო, ამას უწერდი ვაქულას ვეგოდი, ამასაც ვაქულას დავუწერ. უბრალოდ თხილი არ აქვს, ხოვობა მაგაშია. მოდი ამას ესე გადავდებ და ეხლა ვნახოთ ესეთი რძიანი ნესტლეს ულამაზესი შეფუთვით უსაყვარლესი. მიყვარს ესეთი პატარა პლიტკები და შოკოლადები, რაღაცა კუსკუსა. აბა ვინც მიცნობთ მაჩუქეთ ესეთები, როცა მობრძანდებით ჩემთან. ვინც მიცნობთ. აბა ვნახოთ. ესეთი შოკოლადები ძალიან მომწონს პატარა შეფუთვით. აბა ვნახოთ. ცოტა და ხარისხიანი. რაც მინდა ბევრი და უხარისხო. აი ასე. აბა ნესტლე და უით ესეც ძალიან სასიამოვნოა, აბა ვნახოთ. აბა ეს უნდა იყოს რძის გემო. ვნახოთ. აი მეგობრებო, ხო თქვი? ამას რძის გემო კი არა აქვს. ნახეთ. ამას აქვს სგუშონის შესრულებული რძის გემო. აი უგემრიელესია, რაც არ უნდა ჩემგან გასაკვირი იყოს, ვისაც შავი შოკოლადი უყვარს. შესრულებული რძის გემო აქვს, მინდა გითხრათ. ძალიან გემრიელია. ეხლა მე ეს გუშონები და ისინი არ მიყვარს, მაგრამ ეს შოკოლადი ძალიან აქვს ადგილი. 1000-ში ერთხელ, რატომაც არა, შეიძლება ან ბავშვებსაც შეიძლება შეუძინოთ და ბავშვებსაც შეიძლება მოეწონოთ ასეთი ნესტლეს ჩემი კოკა-კოლა ყავა არ დამავიწყდეს. ნესტლეს უგემრიელესი ისა შოკოლადი. აბა ვნახოთ ახლა ეს მგონი ჩემი შოკოლადი ვიპოვე მეორე. იმედი მაქვს, იმიტომ რომ 55%-ია წერია კაკაო, ეს უნდა იყოს მწარე. ჩემი ფავორიტი შოკოლადები. ძალიან მიყვარს. უგემრიელესები ჩემთვის, რა ვიცი. ძალიან მიყვარს მეგობრებო, აი რა ვქნა ეს კაკაოს მწარე გემო, ძალიან მომწონს. ნაკლებ შაქარი და რა ვიცი, ისინიც მიყვარს, მაგრამ ეს უფრო ძალიან მოკლედ. აბა ვნახოთ, უფრო მეგემრიელება. აბა, ხო, ამასაც წარწერით არის ნესტლე, რა თქმა უნდა, ესეთი სიგემრიელე და აბა ვნახოთ. კი, სხვათა შორის მე რო გავსინჯე ეს კაკაო ნახე თითქოს ერთნაირი უნდა იყოს. ნახეთ, ეს 55-ია, ეს 50-ია. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამას ესე ჩავდებ, აღარ შევჭამ, მე ხარ ძალიან ბევრი მომივიდა შოკოლადები მქონი რაღაცა ამ გავტკბილდი ძალიან ხო და ამას სხვათა შორის უფრო მწარე გემო ჰქონდა, 50% აწერია, ვიდრე ჩვენ ნესტლეს. რა ვიცი, ორივე გემრიელია, არ არის ძალიან ტკბილი, ორივე ტკბილია, მაგრამ ისეთი ტკბილები არ არის დანარჩენი შოკოლადები, როგორც ზოგი ძალიან ტკბილი იყო, ზოგი ნაკლებად, ზოგი საშუალოდ, ესენი ძალიან დაბალი სიტკბოთის, დაბალი შაქრით და
ვისაც მაღალი აქვს შაქარი უმეტეს, აი ესეთი შეგიძლიათ მიირთვათ. არის კიდე ბევრი დაბალშაქრიანი ესეთი მწარე შოკოლადები, არის ბევრი ბრენდის, ეხლა რაღაცას ვიყიდ, დიდი არჩევანი ძალიან დიდი იყო. უბრალოდ ისე შევარჩიე, რომ თქვენთვისაც საინტერესო ყოფილიყო, ზოგი ნაცნობი, ზოგი უცნობი, ჩემთვისაც ზოგი ნაცნობი გემო, ზოგი ბევრი უცნობი გემო გავსინჯე, სხვათა შორის დღეს ძალიან ბევრი მინდა გითხრათ და ამასაც აქვს ადგილი. მოკლედ, ესეც ძალიან მომეწონა და დღეისთვის ბოლო შოკოლადი მინდა გითხრათ, რომ არის ეს ჩავდოთ აქ დამივარდეს. დღეისთვის ბოლო შოკოლადი იქნება ჩვენი ნესტლეს მეგობრებო ფისტაშკიანი შოკოლადი. როგორც აი ასეთი ვთქვათ დუბაის შოკოლადი, როგორც იტყვიან ხოლმე. დუბაის შოკოლადი არ ვიყიდე გამიზნულად, იმიტომ რომ ძალიან გაცვეთილი გემო არის და ყველასთვის ნაცნობი და რაღაცა მინდოდა უცხო და გასხვავებული და სხვა ქვეყნიდან შემომეთავაზებინა, რა თქმა უნდა, გემოები. ზოგი ნაცნობი, ზოგი უცნობი, როგორც ვიძახი და დღეისთვის ბოლო ასეთი მწვანე ულამაზესი ფისტაშკის გემოთი მინდა დავასრულო დღევანდელი დღე. აბა ვნახოთ, მეც ძალიან მაინტერესებს ასეთი გემოები. სხვათა შორის მინდა გითხრა, რომ არ გამისინჯავს, ჩემთვისაც ძალიან საინტერესო არის. ასე ბევრ შოკოლადებს არასდროს არ ვყიდულობ, რა თქმა უნდა, ეხლა თქვენთვის და მინდოდა რომ მეჩვენებინა და შემვიძინე, რა თქმა უნდა, პირველად ამდენი ესე თუ ახალი წელი არ არის, რა თქმა უნდა, ესე შედაძენი არ გვაქვს. არ ჭამს ესე ამდენ შოკოლადს არავინ ჩემ ოჯახში. აი ესე ნესტლე აწერია ამასაც. აბა ვნახოთ. აი ნახეთ ესე მთლიანი ფისტაშკები. ძალიან სასიამოვნოა, რომ არის ნამდვილად და რო იტყუებიან ხოლმე, არ იტყუებიან. აი ნახეთ. აბა გავსინჯოთ. აბა ნამდვილად მთლიანი ფისტაშკა არის, როგორც განახეთ. ფისტაშკას გემო აქვს და შოკოლადი არის საშუალო სითკბოსი, ძალიან სასიამოვნო, ნაზი. რა ვიცი, ოდნავ რძის გემო დაკრავს, ოდნავ. მწარისგან განსხვავდება, რა თქმა უნდა, და თეთრისგან და ესე ამასაც აქვს ადგილი. მე მაგალითად მომეწონა, ამასაც დაუწერ, ხო, იმათ დაუწერი 1000 ქულები ჩემ მწარე შოკოლადებს 2 სალს. ნესტლეს მწარე შოკოლადს და ამერიკულ მწარე შოკოლადს 1000 ქულა. ის მეორე იყო ესეთი. ხო, ამას და დღესაც ფისტაშკას დაუწერ იყოს 9 ქულა. დღეს ჩემი ფავორიტი მაინც როგორც იტყვიან არ ვღალატობ და ჩემი შოკოლადებია, რა თქმა უნდა. სხვათა შორის ეს ძალიან გემრიელი არის ეს შოკოლადი, ვისაც გიყვართ როგორც თქვი, რა ქვია, სემიჭკის რო არის, ხალვა ხო, ხალვა, ვისაც უყვარს და ეს ჩემი დღეს ფავორიტი შოკოლადები, ისევ როგორც ყოველთვის არის მწარე და კაკაო შოკოლადები, ჩემთვის პირადად და როგორც ეგეთი რომ ბავშვებისთვის და რა ვიცი, ვისაც ძალიან უყვარს ტკბილი და ასე შემდეგ, ყველას მოეწონება წინა მორბედი და გასინჯული შოკოლადები. რა ვიცი, დღეს ამითი დავასრულებ დღევანდელ დღეს. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან დროის გატარება, ერთად დაგემოვნება. მეც ძალიან მაინტერესებდა, ვნახე როგორი გემოები იყო, როგორი ხარისხის შეფუთვები იყო,
ქულებიც ასე თუ ისე მაღალი დავწერე მაინც 7 და 6 ქულას არ ჩამოვცდით, რაც ძალიან სასიამოვნოა. გამოდის რომ ჩვენ ქვეყანაში არის კიდევ კარგი ტკბილეული, კარგი ტკბილეული შემოედინება, ძალიან სასიამოვნოა, ძალიან მიხარია. შეიძინეთ, ისიამოვნეთ, აჩუქეთ მეგობრებს, უყიდეთ შვილებს და რა ვიცი, ხარისხით ნამდვილად კარგია. გემოებიც დავასახელეთ და ასე თუ ისე დაახლოებით ხვდებით რა როგორი გემოს არის, როგორც ავხსენ და აღწერე. რა ვიცი, აბა დღეს დაგემშვიდობებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ, იყავით ლაღები, ბედნიერები, ლამაზები, გამოიწერეთ ჩემი არხი, ძალიან დიდი თხოვნა იქნება ჩემი, დამემატეთ, დამიდეგით გვერდში, რომ ბევრი უამრავი საინტერესო და სასიამოვნო ვიდეო გადავიღოთ ერთად, ერთი ვისიამოვნოთ ერთად ერთი დღე და კიდევ ბევრი დღე ავიდეთ 1000 გამომწერზე და მეტი, რა ვიცი, ჩემი დიდი სურვილი იქნება. დამემატოს ქართველი გამომწერები, ძალიან მინდა მეგობრებო, რომ დამიმეგობრდეთ და დამიმატოთ, რომ წინა ვიდეოებშიც თქვი, რომ უცხოელი გამომწერები ბევრი მყავს და მინდა რომ ჩემი მამული შვილები, ჩემი ქართველები დამემატოთ. რა ვიცი, აქ ხართ, არ ხართ აქ, თუ როგორც არის, ძალიან გამიხარდება. ასე რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყდეს, არის ღილაკზე, დააწკაპუნეთ თითი. აბა დაგემშვიდობებით, შემოგიერთებით მომავალ ვიდეოში, სხვა კიდევ საინტერესო განყოფებით, დაგემოვნებებით, რაღაცეებით, საინტერესო გემრიელობებით. და რა ვიცი, თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, დამიწერეთ, თუ რამე კითხვები გაქვთ და თუ მსგავსი ასეთი ფორმატის ვიდეო მოგეწონათ, ეგეც დამიწერეთ. თუ არ მოგეწონათ, ეგეც დამიწერეთ. რა ვიცი, თქვენი აზრი გამოხატეთ, იმსჯელეთ, იკამათეთ, რა ვიცი, შემომიერთდით და გელოდებით დიდი სიყვარულით. მიყვარხართ, კოცნით და დაგემშვიდობებით, დროებით, ბედნიერი დღე. აბა კარგად, ბაი. კარგად, ბედნიერი დღე.